ქართული ოცნების შიდა რეპრესიებზე, ოპონენტთა რეპრესიები ყოველდღიურობა, ფაქტობრივად არ გადის დღე თუ არ დააკავებს რეჟიმი, რომელიმე ოპონენტს სამოქალაქო საზოგადოებიდან იქნება თუ პოლიტიკური ოპონენტებიდან. ახლა ვისაუბროთ შიდა საკითხებზე. ოლიგარქს ქვედა დონეზეც უწევს მხარდამჭერების დაჭერა, საქმე ისევ მილიონებს ეხება, რომელიც აჩვენებს რა მასშტაბი აქვს ქვეყანაში ბიუჯეტისა და სახელმწიფო ქონების ქურდობას. ამის მაგალითი ამჯერად ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე. კორუფციის მკვლევრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არა, პოლიტიკური მიზანშეწონილობით დაწყებული დაჭერებია. 5 მილიონი ლარის ღირებულების მილსადენების მოპარვის გამო დაკავებული ლევან გამრეკელი იქამდე არაერთხელ იყო მხილებული კორუფციაში, მაგრამ მისთვის არავის მოუთხოვია პასუხი. მისი დრო ახლა დადგა, როცა კრიზისში მყოფი რეჟიმი თავისიანებს მიადგა. ოლიგარქის ფავორიტების შეცვლამ ინტერესთა ჯგუფების ჩანაცვლებამ და ამ ნიადაგზე დაწყებულმა შიდა რეპრესიულმა ნაბიჯებმა გამოაჩინა, რომ სისტემა მთლიანად კორუმპირებულია ყველა დონეზე. აღზრული საქმეები აჩვენებს, რომ კორუფცია ივანიშვილის მართვის საფუძველია და ახლა უბრალოდ ახალი გადანაწილება მიმდინარეობს. ბიზნესმენი და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ბრალის წარდგენისა და სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. ლევან გამრეკელს და კიდევ ორ პირს პროკურატურა 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი მილსადენების მითვისებას ედავება. ქართული ოცნების ორგზის მაჟორიტარი დეპუტატი ოცნების რიგებში 2017-2025 წლებში ირიცხებოდა. ფლანგვის დეტექტორმა წლების განმავლობაში გამრეკელის ბიზნეს საქმიანობასა და სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე არაერთი საგამოძიებო სტატია მოამზადა. ოცნება კი მასში ყოფილ თანაგუნდელს ფარად გადაუდგა. მისი საქმიანობის გამოძიებით კი მხოლოდ ახლა დაინტერესდა. ქურდობა არის, ან კორუფცია კიდევ სხვა არის. ეს არის ქურდობა, რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მილები მოიპარა. ამის გარდა ამ კონკრეტულ ადამიანს ედავებიან ასევე ტენდერებთან დაკავშირებით, რომელსაც ძალიან ხშირად ჩვენ ვახსენებთ, მაგრამ სამწუხაროდ აქამდე რეაგირება არ ქონდა. რეაგირება არ ქონდა, იმიტომ რომ არ იყო პოლიტიკური ნება. ლევან გამრეკელის კომპანიებთან დაკავშირებით მაყურებელს შაბათის ფორმულა ჯერ კიდევ 5 წლის წინ უყვებოდა. მის სახელს უკავშირდება ხაშურის მუნიციპალიტეტში ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციაც. სამუშაოების შეპესე გამრეკელმა აწარმოა, რომლის 100%-იანი წელის მფლობელი თავადაა, თუმცა იმის გამო, რომ სამუშაოები ჯეროვნად ვერ შესრულდა, ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა და ამ შემთხვევაში უკვე სოლის კომპანიამ გაიმარჯვა. მოგვიანებით კი მისი კომერციული ორგანიზაციები შავ სიაში მოხვდა, რის გამოც მესამე კომპანია შვილის სახელზე დაარეგისტრირა. კორუფციულ გარიგებებზე დასმულ კითხვებს მაშინ ასე პასუხობდა. მე მქონდა ერთი სუპერჯგუფი, რომელიც დამიყადაღეს და მოხვდი შავსიაში აღმოჩნდი. მერე ჩემეულემ დაარსა კომპანია ეს გამრეკელი, რომელიც დირექტორიც მე ვიყარა, იმან არ იცოდნენ როგორ ნაკეთებენ და მე როცა გავედი საკრებულოში სამსახურში და აღარ შეიძლებოდა ჩემის და გამთავისუფლდი დირექტორობიდან, დადგა ჩემი ძმა და იმან გადაარქვა სახელი. და მე თქვენი შვილის კომპანია რომ მთელი შვილმა გახსნა მე კომპანია, მე თვითონ ცოტა ასაკით პატარა იყო, სრულწლოვანი იყო, მაგრამ ყავდა ჩემი მეგობარი დირექტორად. 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებში სამი კომპანიით ოპერირებდა და 26 ტენდერიდან 3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. თუმცა მხოლოდ ეს არ არის ოცნების ყოფილი დეპუტატის ქონება თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. 17 მიწის ნაკვეთი, 14 ავტომანქანა, საბანკო ანგარიშე, მილიონ ლარზე მეტი და ნაღდი ფული 50,000 დოლარის ოდენობით. ეს მისი დეკლარირებული ქონების ნაწილია. ეგ მიწები არის გაღმა ფერმა გვაქვს შენ ოჯახს მეუღლეს აქვს. იმ ფერმის გვერდით არის და არ ღირს ახლა ეგ ფასები, ისეთი საგანგაშო ფასები, რომ რაღაც შეუძლებელი ყოფილიყო, ახლა შეიძლება ის ყველის ნაწარმი იყიდება და ან მოძვერი გაყიდა ბავშვმა და იმით იყიდა. ადგილობრივი ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ის ხაშურში მდიდარ დეპუტატად მიიჩნევოდა. საკრებულოში მუშაობის პერიოდში მასთან და მის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიები კი სახელმწიფო ტენდერებს სრულად უკონკურენტოდ იგებდნენ. მათ იციან ისიც, რომ გამრეკელი ღარიბაშვილი ლილუაშვილის კლანის წევრი იყო, თაროდან ახლა ჩამოღებულ საქმეს კი ოცნების შიგნით დაპირისპირებით ხსნიან. ხაშურში სულ 3 ოფიციალური მილიონერია და ერთ-ერთი მათგანი არის ლევან გამრეკელი. ის წლების განმავლობაში აფინანსებდა ქართული ოცნების პარტ-აქტივს არჩევნების წინ და არჩევნების პერიოდში. ის იღებდა მონაწილეობას არჩევნების გაყალბების სქემაში, ამომრჩევლის მოსყიდვაში და მათ დაშინებაში და ამას ხშირ შემთხვევაში ფუთავდა ხოლმე ქველმოქმედებით. ფორმულას ინფორმაციით ამ საქმეზე გამოძიება უკვე 2 წელია მიმდინარეობს. ოცნების პროკურატურის გააქტიურება კი ახლა ირაკლი ღარიბაშვილს უკავშირდება. წყარო გვაწვდის ინფორმაციას, რომ მისი ბიზნესიდან წილი ყოფილ პრემიერამდე მიდიოდა, მაგრამ დაკავებულმა მისი ნააღმდეგ ჩვენება არ მისცა. ეს ახლა მოუტრიალდათ, მათ საწინააღმდეგოდ და სახეზე ვხედავთ პოლიტიკური ანგარიშსწორების
კამპანიას, სადაც კორუფცია უბრალოდ გამოყენებულია როგორც ინსტრუმენტი მათ წინააღმდეგ. კორუფციული პირამიდა ასე აფასებენ ივანიშვილის მმართველობის სისტემას კორუფციის მკვლევრები, რომლებიც რეჟიმის კორუფციულ გარიგებებზე წლების განმავლობაში საუბრობენ. ახლა კი ამბობენ, რომ ოცნების წევრების დაკავებების კვალი საბოლოოდ იმ მაღალ ჩინოსნებამდე მიდის, რომლებიც იმ ადამიანებს მფარველობდნენ, ვინც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იპარავდა. მათ შორის არიან ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე და მისი მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. ფაქტობრივად არ დარჩა არც ერთი სახელმწიფო უწყება, სადაც მასშტაბი არ ქონოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით კორუფციულ ინტერესებს და ფულის გაფლანგვას მithვისებას. ეს არის გამოვლინება იმისა, თუ როგორი მმართველობა გვაქვს დღეს ჩვენ ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი დაკავებების სერიას ერთი ინტერესთა ჯგუფის მეორე ინტერესთა ჯგუფით ჩანაცვლებით ხსნის. დაწყებული გამოძიებები კი მისთვის აღიარებითი ჩვენებაა, რომ სისტემა წლების განმავლობაში კორუფციაზე იდგა. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ყველა კორუფციული გარიგების შესახებ ბიძინა ივანიშვილს დეტალური ინფორმაცია ჰქონდა. ყოფილ მაღალჩინოსნებს თუ ოცნების რიგითებს მწვანე შუქი სწორედ მან აუნთო. ახლა კი ფულის უკან ამოღებას ირაკლი კობახიძის ხელით ცდილობს. ეს არის ქონების ერთგვარი გადანაწილების პროცესი. ამ ტიპის სისტემები კორუფციის გარეშე ვერ არსებობენ, ეს უნდა ვიცოდეთ, რატომ? იმიტომ რომ სისტემას, მანკიერ სისტემას ჭირდება კვება. და კვების წყარო ბიუჯეტი ვერ იქნება ბუნებრივია და კორუფცია შესაბამისად არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ბიძინა ერთგვარი მოსავლის აღების რეჟიმში მუშაობს ახლა, ხო? ჯერჯერობით წარმატებული ვერ არის ამ ხრივ. ოცნების პროკურატურა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ან ყოფილ მაღალჩინოსნებს აკავებს, ან ახალ სისხლის სამართლებრივ დევნებს აანონსებს. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ოცნების წევრები და ორგზის ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კანონდარღვევით მდიდრდებოდნენ, ივანიშვილის გუნდი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს. შიდა დაპირისპირებას კი კორუფციასთან ბრძოლით ხსნიან და თავის მოწონების რეჟიმში არიან.